ობიექტი სახელწოდებით 3i წილადი ატლასი მზის სისტემის ცენტრისკენ წარმოუდგენლად მაღალი სიჩქარით მიემართება და ეს სიჩქარე ცვლადი არ არის, არამედ სტაბილურია, რაც მის წარმოშობასთან დაკავშირებით უწყვეტ დებატებს იწვევს. მეცნიერები და ექსპერტები ორად გაიხსნენ, ეს კომეტაა თუ არა მიწიერი აქტივობის მტკიცებულება. ეს ობიექტი ამჟამად მზის სისტემის შიდა ნაწილს 68 კილომეტრ/წამზე მეტი სიჩქარით უახლოვდება. ეს არის სტუმარი არა მზის სისტემის კიდიდან, არამედ გალაქტიკის სხვა ადგილიდან. ის, რაც მეცნიერების ნაწილს აშფოთებს, ობიექტის უჩვეულო ქცევა. მარსმა მავალმა პერსევერანსმა დააფიქსირა, რომ ობიექტს გაზის გარშემო ღრუბელი აქვს, თუმცა მის მოძრაობაზე არანაირი ზეგავლენა არ მომხდარა, რაც ძალიან უჩვეულოა. ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ეს მიუთითებს უზარმაზარ მასაზე. პირველი შეფასებებით, ატლასი დაახლოებით 1000-ჯერ უფრო მასიურია, ვიდრე სხვა ცნობილი კომეტები. ახალი ანალიზით მასა შეიძლება აღემატებოდეს 23 მილიარდ ტონას. ობიექტის ტრაექტორია ზუსტად ეკლიპტიკის, ანუ მზის გარშემო პლანეტების ორბიტის სიბრტყეს ემთხვევა, მხოლოდ 5 გრადუსიანი გადახრით. ასევე მისი მოსვლა დროშის ზუსტად ემთხვევა მარსთან, ვენერასთან და იუპიტერთან მიახლოებას. და რაც ყველაზე უცნაურია, მისი მოსვლის მიმართულება 9 გრადუსით ემთხვევა იმავე კუთხეს, საიდანაც 1977 წელს დაფიქსირდა ცნობილი WOW სიგნალი, რომელიც ზოგიერთის აზრით შეიძლება უცხო პლანეტებთან გზავნილი ყოფილიყო. ამ დროისათვის კომეტა ჩანს წაგრძელებული კუდით, უფრო ჰგავს პირველ ინტერსტელარულ ობიექტს ოუმუამუას, ვიდრე 2i წილადი ბორისოვს. ატლასმა მარსს 3 ოქტომბერს ახლოდან ჩაუარა, დაახლოებით 0.19 ასტრონომიული ერთეულით, რაც დაახლოებით 28 მილიონი კილომეტრის დაშორების დოლფასია. ამჟამად ის მოძრაობს პირდაპირ მზისკენ, კერძოდ პერიჰელიონისკენ. ეს არის მზესთან ყველაზე ახლო წერტილი. უჩვეულო მოვლენები. მეცნიერთა ნაწილი ახლა ვარაუდობს, რომ კომეტა შესაძლოა მზის კორონალურმა მასიურმა ამოფრქვევამ დააზიანა. მზიდან ამოფრქვეული ნაწილაკების ენერგიამ შესაძლოა ობიექტი დაფარა, ან იმხელა სიკაშკაშე გამოიწვია, რომ აღარ ჩანს. ამასთან ერთად, დედამიწაც ახლა კომეტასთან შედარებით საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, რაც დაკვირვებას ართულებს. მეცნიერებმა შენიშნეს ძალიან უცნაური ფენომენები ობიექტის სტრუქტურასა და სინათლის რეაქციაში. კომეტებზე ჩვეულებრივ მცირე კუთხის დაკვირვებისას ნეგატიური პოლარიზაცია ფიქსირდება, მაგრამ ატლასზე ეს ნეგატიური პოლარიზაცია ძალიან ძლიერია, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე დაფიქსირებულ კომეტაზე. ეს ნიშნავს, რომ მის გარშემო მტვრის ნაწილაკები ძალიან განსხვავდება ჩვენი მზის სისტემის კომეტებზე დაფიქსირებული მტვრისგან. შესაძლოა ისინი უხეში, არარეგულარული ფორმის ან უცნობი მასალისგან შედგება. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.